სახელითა მამისათა, დაზისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს. გილოცავთ ხვალ 15 თებერვალს არის მირქმა და ჩვენ ვისაუბრებთ დღეს მის მნიშვნელობაზე, თუ ვინ იყო სვიმეონ ღვთის მიმრქმელი და ძალიან მოკლედ ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. მეგობრებო, ღირსი სვიმეონ ღვთის მიმრქმელი იერუსალიმში ცხოვრობდა. ლუკა მახარებლის მოწმობით კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფრიცაი და მოელოდა ნუგეშინიცემასა ისრაელისასა და სულიწმინდაი იყო მის ზედა. ლუკა 2:25. მის და უწყებულ იყო სულისგან წმინდისა, რომ არ მოკვდებოდა სანამ აღთმულ მესიას, ანუ ქრისტეს განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა. კიდევ ერთხელ, მის და უწყებულ იყო სულისგან წმინდისა, ანუ მას ანგელოზმა უთხრა სულიწმინდისგან, ხო, რომ არ მოკვდებოდა მანამ სანამ აღთმულ მესიას განკაცებულ ღმერთს იესო ქრისტეს არ იხილავდა. მეგობრებო, ძველი ისტორიკოსები გვეუბნებიან, გვაუწყებენ, რომ ეგვიპტის მეფემ პტოლემეოს მეორე ფილადელფოსმა, ეს არის 285-257 წელი ქრისტეს შობამდე, ჯერ კიდე ცხოვრობდა სვიმეონი. ესე იგი, ამ მეფემ ისურვა, მეგობრებო, რომ თავისი ცნობილი, ასე ვთქვათ, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა წმინდა წერილის წიგნებით შეერსო. ამ მიზნით მან მწიგნობრები მოიწვია იერუსალიმიდან წმინდა წერილის ბერძნულ ენაზე სათარგმნელად. ალექსანდრიაში ჩასულ 72 სწავლულს შორის იყო მართალი სვიმეონეც, ეგრეთ წოდებული სეპტუაგინტა, ხო? იგი, ნახეთ, ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა სვიმეონი, ხო? და როცა მივიდა ადგილამდე და სადაც უწერია წინასწარმეტყველ ესაიას, ხო? ესაიას არის 700 წელი ქრისტეს შობამდე, ხო? რომელიც წინასწარმეტყველა, წარმოიდგინეთ, მეგობრებო, და საერთოდ ესაიას ეძახიან მეხუთე სახარებას, იმიტომ იმდენი წინასწარმეტყველებაა იქ ქრისტესა და ყველაფერი ქრისტეზე აღსრულდა. მაგრამ ვერ დაინახეს ებრაელებმა, იუდეულებმა და დღესაც ესე იგი არ უნდათ რომ დაინახონ. და ირწმუნონ, რომ ქრისტე არის ის აღთმული მესია. კარგი, და ნახეთ, ანუ როდესაც სვიმეონე მივიდა იმ ადგილამდე, სადაც წერია, აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ 7:14. ანუ და მან ჩათვალა, რომ ესე იგი დედანში შეცდომა არის, რომ ანუ იგი გაპარულა და ესე იგი აპირებდა, რომ ესე იგი როგორ ესე იგი შეცდომა არის, როგორ შეიძლება ქალწულის ნაცვლად დაწერა დედაკაცი ჩაწერა. მაგრამ ამ დროს ანგელოზი გამოეცხა და ხელი დაუჭირა და უთხრა, ირწმუნე ამ სიტყვების და თავად არწმუნდები მაგ ჭეშმარიტებაში, არ მოკვდები მანამ სანამ არ იხილავ ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს. ანუ როგორ შეიძლება რომ ქალწულისაგან შობილიყო, ესე იგი ბავშვი, ხო, ესე თქვა ადამიანი. აი ეს როგორ შეცდომა არის რომ გაპარულა და გადახაზა და ჩაწერა დედაკაცი. გასაგებია, ხო? ამ დროს გამოეცხა და ანგელოზი და ეუბნება, რომ არ მოკვდებიო სანამ შენ თვალით არ იხილავ ამას. წარმოიდგინეთ, ესე იგი ამდე ხანი იცხოვრა, ხო, 300 წელზე მეტი იცხოვრა, იქ ქვემოთ იქნება ზუსტად, მგონი 360 წელი იცხოვრა. და შემდეგ ნახეთ რა ხდება და ხო, ანუ არ მოკვდებიო მანამ სანამ არ იხილავ ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს. ამ დღიდან, მეგობრებო, მოყოლებული სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა, წარმოიდგინეთ, რამდენი წელი. და აი ერთხელ სულიწმინდა მაუწყა, აღდეგ მოხუცებულო, რად ზი აღდეგ და მირბიოდე ტაძრად რამე თუ მოვიდა განტევებელი შენი და ისიც ესე მართალი უკანასკნელი, პირველიცა და უკანასკნელიცა
და სასწრულის ჯულისაი და დასაბამი მადლისაი ნათესავით ურიაი არამედ მადლითა ქრისტიანე მწიგნობარ კითხვი და ანგელოზ ცნობით მათ შორის ვითარცა ვარდი ეკალთაგან განშორებულ. ესე იგი, მეგობრებო, ტაძრისკენ გაეშურა მრავალ დედას შორის წმინდა მოხუცმა გამოარჩია ყოლა წმინდა ღვთისმშობელი ხელში აიყვანა ყრმა იესო და შეღაღადა. რაც გვესმის დღეს ყოველ შაბათს ლოცვაზე, ხო? აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით რამე თუ იხილეს თვალთა ჩემითა მაცხოვრებაი შენი რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამოფწინებად წარმართა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. შემდეგ აკურთხა მეგობრებო მართალი იოსები და ღვთისმშობელს ესე თქვა წინასწარმეტყველურად მიმართა. აჰა ესე რა ესე დგას დაცემა და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვის საგებლად კახს 4 აღარებაში წერია და თვით შენსაც ასულისა განვიდეს მახვილი რაითა განცხადნეს მრავალთა გულთა ზრახვანი. აი მეგობრებო წმინდა და მართალმა სვიმეონ ღვთის მიმრქმელმა 360 წელი იცხოვრა და მე-6 საუკუნეში მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. შეგვეციოს კიდევ ერთხელ მეგობრებო გილოცავთ და ხვალინდელი დღის მადლით ჩვენ უკვე ვახლოვდებით მძიმე მარხვას და კიდევ ერთხელ მინდა რომ ყველამ მე პირველ რიგში თქვენ და ესე იგი უფრო კარგად ესე თქვა მოვემზადოთ შევიდეთ მარხვაში ესე თქვა და რაც ვერ დაუძლიეთ თქვა წინა მარხვის პერიოდში აი აღდგომის გულისმოხო აღდგომის მარხვას ეხლა გავაკეთოთ მეგობრებო ეხლა იმიტომ რომ მარხვა ეს ის დროა რომ ჩვენი გართობები რაღაც სიამოვნებები და ასე შემდეგ ყველაფერი დავივიწყოთ და დაუთმოთ ჩვენს სულს მეტი დრო გავაძლიეროთ ასე ვთქვათ ლოცვები სახარებას მოусმინოთ წავიკითხოთ ფსალმუნებს და ასე შემდეგ უკვე ღვთის წყალობით შევხვდებით წყირვალი აღდგომას. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ. მადლობა და გაგახაროთ ღმერთმა.